Ხემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან ველოდებით თქვენს ზარებს ნომერზე 557 88 55 88. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, გვისმენს მთელი საქართველო, როგორც რადიო სიხშირეზე დედაქალაქში, ასევე ტელევიზიით ქვეყნის მასშტაბით, ასე რომ დღეს გვექნება ოდნავ განსხვავებული ფორმატი. ყველა პარტიის თუ გაერთიანების აქტიურ მხარდამჭერს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ღია ეთერში და გავქცენ პასუხი, რომელიც შემდეგი კითხვის კონტექსტში იქნება. რომელ პარტიასთან გაერთიანებას აძლევთ ხმას? ძალიან მარტივია შეკითხვა, ძალიან მარტივ პასუხებს ველოდებით ნომერზე 557 88 55 88. მოკლე პასუხს გთხოვთ, მხოლოდ საარჩევნო რიცხვი ან პარტია დაასახელეთ, გვინდა რომ ამ ეთერში ბევრი ზარი მივიღოთ. თქვენ კარგად იცით, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ობიექტივი ხშირად ამზადებს ასეთი ტიპის გამოკითხვებს და ამით გვსურს, რომ გარკვეული პასუხი გავცეთ იმ სხვადასხვა კვლევებს, რომელიც ქვეყნდება სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და ასეთი კვლევები სხვადასხვა არხებს კიდევ ბევრი ექნებათ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და ამით არის ჩვენი დღევანდელი ეთერი საინტერესო, რომ ყველა შეუძლია დარეკოს და თქვას, რომელ პარტიასთან გაერთიანებას აძლევს ხმას. პირველი ზარია, გისმენთ? გაითიშე სამწუხაროდ 557 88 55 88. ვიმეორებ, თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ძალიან ცოტა დრო რჩება, 4 ოქტომბრამდე საქართველოს აირჩევს მერებს, გამგებლებს, საკრებულოს დეპუტატებს, ასე რომ როგორია თქვენი პასუხი. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ჩემო კარგო. დიახ, მოგესალმებით. პატრიოტთა ალიანსს ვაძლევ ხმას. პატრიოტთა ალიანსს. ყოველთვის ვაძლევდი და კი, ეხლაც ვაძლევ. მადლობა, თქვენი პასუხი მიღებულია. მე დღევანდელ გადაცემაში ყველა მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვთხოვ, ვინც დაგვიკავშირდება, რომ გავცეთ მოკლე პასუხი, გსურს ბევრი ზარი შემოვიდეს. მორიგი ზარია, გამარჯობა. პატრიოტთა ალიანსი რა. მიღებულია თქვენი ხმა, დიდი მადლობა, რომ დაგვიკავშირდით. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება? ასეთი კითხვა გვაქვს დღეს ინტერაქტივში და ველოდებით ზარებს მოკლე პასუხით. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, გისმენთ, ქალბატონო, ბრძანეთ. დიახ, მეცნები ამომრჩეველია. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა, მივხვდით, თქვენ პატრიოტთა ალიანსს გულისხმობთ. პატრიოტთა ალიანსი ხშირად ჩვენი ეთერის სტუმარია, გუშინ საარჩევნო სიის ნაწილი დასახელდა სხვათა შორის პატრიოტთა ალიანსის, ირმა ცხორაგაულის სიის პირველი ნომერი იქნება, ხოლო ოთარ ჭითანავა, მერობის კანდიდატი და სხვა კანდიდატებიც დასახელდნენ. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. ვინც ქვეყანაზე ფიქრობს? მოკლე პასუხი გთხოვთ. ივაგული. მოკლე პასუხი გთხოვთ. პატრიოტთა ალიანსს. მადლობა. დიახ, პატრიოტთა ალიანსს და მასთან ერთად გაერთიანებულ პარტიებსო, ეს იყო პასუხი. ხშირად ქვეყნდება, ვიმეორებ არჩევნების წინ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა კვლევებსაც მთლად ვერ დაარქმევდა ადამიანი ეგრეთ წოდებული გამოკითხვები და იქ სხვა სურათს გვაჩვენებენ ხოლმე. თქვენ პირდაპირ ეთერში რას გვიპასუხებთ? გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი პასუხი, პატრიოტთა ალიანსი. ამბობს ჩვენი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 88. შეგიძლიათ გვიპასუხოთ. გისმენთ? ალო. მოგესალმებით. დიახ. რა თქმა უნდა, პატრიოტთა ალიანსს. პატრიოტთა ალიანსი რა თქმა უნდა, ხალხო. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით, ჩემო ბატონო. და გაგვეცით პასუხი, თუ კი უკვე გადაწყვეტილი გაქვთ და გსურთ ღია ეთერში ბრძანოთ თქვენი გადაწყვეტილება, მოგისმენთ სიამოვნებით. გამარჯობა. ეთერში ხართ, გისმენთ? ჟვიანი. მიღებულია თქვენი პასუხი, დიდი მადლობა.
ვცდილობთ რომ ბევრი ზარი მივიღოთ ამ გადაცემაში, მაქსიმალურად მოკლედ ვსაუბრობ მეც, როგორც კი ეკრანზე მე მაჩვენებენ რომ ზარია, მაშინვე ვჩუმდები. აი, ზარია, გისმენთ? პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი. მადლობა თქვენ ზარისთვის, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები აქტიურობენ ჩვენს ეთერში, ყველა პარტიის მომხრეს მოუწოდებ დარეკეთ. გამარჯობა, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? გამარჯობა, ისაუბრეთ. არ არის კავშირი, ძალიან მწუხვარ, ტელევიზორს ხმა რომ უნდა გამოურთოთ, ამას შეგახსენებთ დიდი პატივისცემით ახალ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ერთგულმა საზოგადოებამ ჩვენი არხისა თუ რადიო სიხშირისა იცის რომ ეს უნდა გააკეთოს. ზარია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გისმენთ? 41 გასაგებია, მიღებულია ქართული ოცნება 557 88 55 88, ეს არის სტუდიის ტელეფონის ნომერი, მორიგი ზარია, გისმენთ? 41 მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. არჩევნების წინ სხვადასხვა კვლევებით გვაჯერებენ სულ სხვა სურათს ხოლმე. ეს კი პირდაპირ ეთერია და საინტერესოა აქ როგორ გავცემთ პასუხს იმ ეგრეთ წოდებულ კვლევებს, რომელსაც გვაჯერებენ. ზარია, გამარჯობა. მიღებულია თქვენი პასუხი, დიდი მადლობა. 557 88 55 88 ხშირად ვიმეორებ ნომერს რადიო მსმენელისთვის, რომელიც ეკრანზე ვერ ხედავს ამ ნომერს. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს, ეს არის დღეს ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა. წინა საარჩევნოდ ერთგვარი გამოკითხვა გვაქვს ამ ფორმატში. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი. 8 ნომერი მიღებულია თქვენი პასუხი. მადლობა რომ დაგვიკავშირდით, რადგან 8 ნომერს შეეხეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გუშინ პატრიოტთა ალიანსმა კანდიდატები დაასახელა, ირმა ცხორაგაულის სიის პირველი ნომერი იქნება თბილისის საკრებულოში, დასახელდნენ რაიონების სიის პირველი ნომრები და მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ? გაითიშა, სამწუხაროდ. Алло. გისმენთ, გისმენთ? ისიც რა ადამიანები გავიმართო. მოკლე პასუხი. 41 გაზლება. გეხვეწებით გვასწავლეთ რომ როგორ გახდით ბედნიერები. მოკლე პასუხი, გთხოვთ, უმორჩილესი. ეს ხრიკები როგორ ქალბატონო, უმორჩილესად ძალიან კიდევ გარეკეთ და გვასწავლეთ. მოკლედ, რასაკვირველია პატრიოტთა ალიანსი. მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა ზარისთვის. მე გთხოვთ რომ მოკლედ ვისაუბროთ, ვერავის საპასუხო ზარს ვერ შემოუშვებთ ამ კუთხით რომ ვრცლად ისაუბრონ, სხვა ეთერებში რამდენიც გინდათ განვავრცოთ. აქ მოკლედ. გისმენთ? ანუ გისმენთ? ოცნების გარდა ვიცი და იყო თუ კიდე ინაპლანეტიანი. გასაგებია. სხვა ასეთ პასუხს დავაფიქსირებ. 557 88 55 88, რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. თუ უკვე გადაწყვიტეთ, თუ გსურთ პირდაპირ ეთერში გვიპასუხოთ. მოდით ერთად ყველამ დავანახოთ თელ საზოგადოებას, ვინც თქვათ არ რეკავს ხოლმე, დავანახოთ იმ კვლევების ავტორებს, ვინც სხვა სურათს გვაჯერებს, რას ამბობს ხალხი. გამარჯობა, გისმენთ? ალო. დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ? ნომერი 3 კონსერვატორები. მადლობა, მიღებულია თქვენი პასუხი, ქალბატონო. ვიმეორებ რომ ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო ტელევიზიით, აბსოლუტურად ყველა სიხშირეზე ვრცელდება ჩვენი მაუწყებლობა და გვისმენთ რადიოში. გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობა. ამ კაპიტალისტურ პარტიებს არცაც ხმა წარმოადგენს. თუ იქნება სოციალისტური კანდიდატი. მადლობთ. სხვა ან არ გადამიწყვეტია, არ ვიცი, სხვას დავაფიქსირებ მაინც. არ დაასახელა კონკრეტული პარტია ზარის ავტორმა და ამიტომ ასეთ პასუხს მივიღებ. მორიგი ზარია, გისმენთ? ხმასვაძრებ კონსერვატორებს 3 ნომერი. მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა ქალბატონო, რომ დაგვიკავშირდით და გაგვეცით პასუხი კითხვაზე, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. მორიგი ზარია, გისმენთ? ქართული ოცნება. ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ძალიან მოკლე პასუხებს გთხოვთ ვიმეორებ.
დაასახელეთ ან კონკრეტული საარჩევნო რიცხვი ან პარტიის სახელი. გისმენთ? გამარჯობა. რა თქმა უნდა, პატრიოტია ჩემი ეზეთი. პატრიოტთა ალიანსიო ბრძანა ქალბატონმა ჩემს ოჯახთან ერთად ერთ ხმას ვაფიქსირებ ამ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ თქვენი ოჯახის წევრებიც დაგვიკავშირდებიან. წინა საარჩევნო გამოკითხვა გვაქვს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. ნომერი 3 კონსერვატორები. მადლობთ, მიღებულია თქვენი პასუხი. პირდაპირ ეთერში, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. ხშირად ვიმეორებ კითხვას, ნომერს, ვცდილობ მოკლედ ვისაუბრო, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრ თქვენგანს მივცე ეთერში გამოსვლის შესაძლებლობა. ვიცით რომ ბევრი ზარი შემოდის, უპრეცედენტო რაოდენობის, განსაკუთრებით ასეთი ტიპის გადაცემაშია ხოლმე ბევრი ზარი, თუმცა ყოველთვის ბევრი ზარია. გისმენთ? პატრიოტთა ალიანსი. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ რომ ეთერში დაკავშირებას ვერ ვასწრებთ, ჩვენი სათქმელის თქმას ვერ ვამბობთ. ეს იმიტომ რომ ხაზები გადატვირთულია, მაგრამ ახლა რადგან მოკლე პასუხები გვაქვს, ყველა მოასწრებთ. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ? 80. ვერ გავიგე. 8 ნომერი, მიღებულია თქვენი პასუხი, პატრიოტთა ალიანსია 8 ნომერი. პატრიოტთა ალიანსი აგრეთვე სიის პრეზენტაციას დასავლეთ საქართველოს სიის გამართავს რამდენიმე დღეში, გუშინ კი თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს კანდიდატები გახდა ცნობილი. მორიგი ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით ბატონო და ბრძანეთ თქვენი გადაწყვეტილება. სხვათა შორის გარკვეულ სითამამეს მოითხოვს პირდაპირ ეთერში დარეკვა და პირდაპირ ასე ღიად თქმა არჩევანისა. ამას ყველა ალბათ არ აკეთებს, რაღაც გარკვეული მორიდების მომენტი აქვს ზოგს. არის შიშიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და ასე რომ მე მადლობა მინდა უთხრა ყველას ამ სითამამისთვის, ამ გამბედაობისთვის, ჩვენს მაყურებლებს და რადიომსმენელებს მიუმართავ. ყველა პარტიის მხარდამჭერს ვთხოვ დარეკოს, ნუ მოგერიდებათ, ნუ რაფრის, ყველას მოგისმენთ აბსოლუტურად. ჩვენ ვართ გახსნილი ტელევიზია, არ არსებობს ჩვენთან არანაირი ცენზურა, თავისუფალ რეჟიმში ვსაუბრობთ. ვის უჭერთ მხარს, რომელ პარტიას, ან გაერთიანებას, ან რომელ კანდიდატს გნებავთ, ესეც შეგიძლიათ დაამატოთ. ჩვენი ნომერია 557 88 95 88 და საუბრის პარალელურად ვხედავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კადრებს, სადაც ხმის მიცემის პროცედურაა და დააკვირდით, გთხოვთ ამასაც. ზარია, გამარჯობა. 8 ნომერი. მადლობა თქვენ ზარისთვის. 4 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები. მერებს, გამგებლებს და საკრებულოს წევრებს ვირჩევთ. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. 8 ნომერი, თქვენი ხმა დაფიქსირებულია, უღრმესი მადლობა რომ დარეკეთ. და ყველა ქალაქში, ყველა რაიონში წარდგენილი არიან უკვე კანდიდატები, ოფიციალურად შეწყდა უკვე ახალი კანდიდატების დარეგისტრირება. ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? აი ძალიან უნდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ, როგორც კი გამოხვალთ ეთერში, მაშინვე ტელევიზორს დაუწიეთ ხმა. დროს ვკარგავთ ასე და ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ ტელევიზორის თანხლებით. ტელეფონში მესაუბრეთ. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი, მადლობა თქვენ ზარისთვის, ქალბატონო. დედაქალაქის საკრებულოს სია უკვე ცნობილია, ათეული პარტიებისა, თუმცა სრული სიაც ცნობილია. მორიგი ზარია, გისმენთ? 9 ნომერი. 9 ნომერი, ეს ლელოა? კი. მადლობა ერთი ხმა ლელოსთან დავაფიქსიროთ აუცილებლად. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ძალიან გთხოვთ, მოკლე პასუხით შემოდით ეთერში, რომ ბევრ მაყურებელს თუ მსმენელს დაუთმოთ ეთერი. გისმენთ? კონსერვატორები, 3 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა, მადლობა ქალბატონო რომ შეგვეხმიანეთ. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ყველას შეგახსენებთ ჩვენს თხოვნას, ტელევიზორს ან რადიოს მაშინვე გამოურთეთ ხმა, როგორც კი ზარი გამოვა.
გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. ვა 8 ნომერი პატრიოტთა ალიანსი. მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა ზარისთვის. არჩევნებში დარეგისტრირდა მთლიანობაში 14 პარტია. ზარია ეთერში გისმენთ? 8 ნომერი. მიღებულია თქვენი პასუხი, ქალბატონო, მადლობა რომ დარეკეთ. რამდენიმე პარტია ამბობს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე, მათმა მხარდამჭერებმა შეგიძლიათ დარეკოთ და თქვათ, ან ბოიკოტი თქვათ ეს სიტყვა, ან რაღაც სხვა. ზარია გისმენთ? გამარჯობა, გაითიშა. გაითიშა მანიშნებენ. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში აღარ მონაწილეობს. არ მონაწილეობს გვარამიას პარტია და მელიას პარტია ახლები რომ ერქვა და კიდევ რამდენიმე პარტია ჯამში თუ არ ვწდები 8-მდეა ეს რიცხვი. ზარია გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ ამ ეთერით გვინდა რომ ყველას დავანახოთ რეალური სურათი, ან შედარებით რეალური სურათი. ზარია გისმენთ? ნომერი 8. ნომერი 8 მიღებულია თქვენი ზარი. იმიტომ რომ ყველა არჩევნების წინა პერიოდში უამრავი გამოკითხვა ვრცელდება. ბევრი ტელევიზია თავის კვლევებს დებს და იქ ცოტა აცდენილია რეალობას ხოლმე შედეგები. ზარია გისმენთ? 8 ნომერი მიღებულია, მადლობა. ხოლო ახლა ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. ყველას შეუძლია ეკრანზე მითითებულ ნომერზე დარეკვა, ყველა პარტიის მხარდამჭერს. ამით არის ეს თავისუფალი ეთერი. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა 8 ნომერი. მადლობთ, 8 ნომერი მიღებულია პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი გვიკავშირდებოდა. ასე რომ ვსვამთ დღევანდელ ეთერში შეკითხვას, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. თუ უკვე გადაწყვიტეთ, გისმენთ. მორიგი ზარია, გამარჯობა. ვაია გისმენთ? 8 მიღებულია, მადლობა თქვენ ზარისთვის. მე ყველა პარტიის ხმას აბსოლუტურად მოვინიშნავ და შემდეგ ბუნებრივია შევაჯამებთ ჩვენ ამ შედეგებს და გავიგებთ რა გადაწყვიტა ჩვენმა მაყურებელმა თუ რადიო მსმენელმა ამ ეთერის საშუალებით. ზარია გისმენთ? დიახ, გისმენთ? 8 ნომერი 8 ნომერი აქტიურობს პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი და მხარდამჭერი საზოგადოება. ეს ერთგვარად მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ საზოგადოებას, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოგვეწონებოდა ქვეყანაში. აი ამ არჩევნებზე უნდა შევანჯღრიოთ ჩვენ ზოგიერთი პარტია. გისმენთ, გამარჯობა. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა, ქალბატონო, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ვაგრძნობინოთ უნდა პარტიებს, ხალხის ძალა და ხალხის სათქმელი ამ არჩევნებზე. აი ამით არის ეს ყველაფერი გამორჩეული და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, მინდა გითხრათ ამ თვითმმართველობის არჩევნებს. ამ კუთხით. ზარია გისმენთ? გისმენთ, გამარჯობა. დიახ. 8 ნომერი 8 ნომერი მიღებულია, მშობლიური 8 ნომერი. კეთილი, მადლობა თქვენ ზარისთვის და თქვენი გადაწყვეტილების გამხელისთვის, გაზიარებისთვის, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. გისმენთ? 9 ნომერი გიმეთ. 9 ნომერი. ლელოა ხომ ეს? კეთილი, მადლობა. ლელოს მერობის კანდიდატად ყავს ახალგაზრდა ადამიანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც სხვათა შორის წლების წინ ობიექტივის ეთერშიც ხშირად იყო ხოლმე მოწვეული. ზარია გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა თქვენ, რომ დაგვიკავშირდით და გვითხარით თქვენი სათქმელი. დრო ბევრი გვაქვს. ახალი დაწყებულია გადაცემა დაახლოებით 20 წუთის, ასე რომ ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს, გულშემატკივარს ვთხოვთ შემოვიდნენ ეთერში და თავიანთი გადაწყვეტილება გაგვიმხილონ. თუ კი უკვე გადაწყვეტილი აქვთ. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. გისმენთ? მოგესალმებით, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა თქვენ, ჩემო ბატონო ზარისთვის. ვიმეორებ, რომ 14 პარტია მონაწილეობს არჩევნებში.
რამდენიმე პარტია ბოიკოტს აცხადებს და ამბობს, რომ ეს არის რაღაც არალეგიტიმური არჩევნები. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია თქვენი ხმა, მადლობა ზარისთვის. ხოლო პარტიების დიდმა ნაწილმა, 14 პარტიამ უკვე დაასრულა რეგისტრაცია, დაასრულა კანდიდატების წარდგენის პროცესი თითქმის და საინტერესოა რა მოხდება 4 ოქტომბერს. როგორი იქნება სურათი და ჩვენი საზოგადოების საბოლოო გადაწყვეტილება. მორიგი ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მიღებულია ქალბატონო თქვენი ხმა. მადლობა რომ დაგვიკავშირდით. პირდაპირ ეთერში ვართ ჩვენ. გვისმენს მთელი საქართველო და გვიყურებს აგრეთვე. ზარია, გამარჯობა. 41. 41. ქართული ოცნება. მიღებულია თქვენი ხმა, ჩემო ბატონო. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თუ კი გადაწყვეტილი გაქვთ, გაგვანდეთ თქვენი არჩევანი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა, მიღებულია თქვენი პასუხი. ნომერზე 557 88 55 88. ველოდებით მორიგ ზარს, მე მაქსიმალურად მოკლედ, ლაკონურად ვცდილობ დღევანდელ ეთერში საუბარს, რომ უფრო მეტი ზარი შემოვიდეს. ტექნიკურ თვალსაზრისით რამდენიმე წამს მოითხოვს ერთი ზარიდან მეორეზე გადართვა ბუნებრივია, ეს ოდნავ გვაფერხებს. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა, პატრიოტთა ალიანსი. რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას? ამ ეთერით პასუხობთ სხვადასხვა კვლევების ავტორებს, რომლებიც ბოლო დროს ხშირად აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. ზარია, გისმენთ? მე ვაძლევ 9 ნომერი. 9 ნომერი. 9 ნომერი. კეთილი, გავიგეთ, გასაგებია, მადლობა. 9 ნომერი არის ლელო და გახარია საქართველოსთვის ეს პარტიები თანამშრომლობით არიან წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ერთიანი კანდიდატები ყავთ რამდენიმე ქალაქში და რაიონში. გისმენთ? 41. მადლობთ. მიღებულია თქვენი პასუხი. 557 88 55 88. ზარია, გისმენთ? ალო. გისმენთ? ესე იგი მერი საქმეებში სალაგოსვაძლე 41 და საკრებულოს არჩევნებში კონსერვატორებს. კეთილი. აი ასე უნდა იყოს, თორე თქვენ ერთი გამოკითხავდა. კეთილი, მადლობა. ერთ ხმას ქართულ ოცნებას დავუწერ და ერთ ხმას კონსერვატორებს. რატომაც არა, ასეთ შეიძლება. შესაძლებელია სრულებით. ერთი პარტია აერჩიო, ერთ მიმართულებაში, მეორე მეორეში. დიახ, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? ეთერში ხართ? კარგით, არ არის კავშირი, სამწუხაროა რომ ტელევიზორის მიზეზით თქვენი ხმა ვერ მოგვაწვდინეთ. მე გთხოვთ რომ ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთოთ, ბოლომდე მაშინვე როგორც კი ზარი გამოვა ჩვენს ნომერზე. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, 8. მიღებულია თქვენი პასუხი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით. ძალიან საინტერესო ფორმატია, მინდა ჩემი აზრიც გაგიზიაროთ, როდესაც პირდაპირ ეთერში არის შესაძლებლობა რომ ჩატარდეს გამოკითხვა და არა ფარულად, რასაც აკეთებენ ხოლმე რომელიღაცა კვლევითი ორგანიზაციები, ამბობენ რომ ამდენი და ამდენი კაცი გამოუკითხეთო და არანაირი მტკიცებულება არ აქვს. აქ თავიანთი ხმით რეკავენ ადამიანები. ზარია, გისმენთ? 5 ნომერი. იცით რა, 5 ნომერი არ მონაწილეობს ამ არჩევნებში. თუ რომელი პარტიაა? რომელი პარტიაა გამასცენეთ? მიშას. სააკაშვილის პარტია. აქ უკვე ვერანაირ, ვთქვათ, ხმას ვერ მივიღებ, მაგრამ კარგით სიმბოლურად დავაფიქსიროთ მაშინ. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებში არ მონაწილეობს, მათ საარჩევნო რიცხვი 5-იანი დაკარგეს, ეს 5-იანი ახლა ამ არჩევნებში სხვა პარტიას ეკუთვნის და ასე რომ ეს გაითვალისწინეთ. ზარია, გისმენთ?
დიახ. ვერ გავიგე, გამიმეორეთ, გთხოვთ. 9 ნომერი. 9? ხო. კეთილი, მადლობა. იცით რა, 9 ნომერს როდესაც ასახელებთ, მაშინ მე იძულებული ვარ გახარიასაც ერთი ხმა დაუწერო და ლელოსაც. ალბათ ასე უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ გახარიას და ლელოს ყავთ ერთი და იგივე კანდიდატები. მაგალითად მერობის მიმართულებით. არა, თუმცა 9 ლელოს რიცხვია, გახარიას რიცხვი არ არის 9, 25-ია გახარია, ამიტომ ლელოს ჩაუთვლი გახარიას არა. ზარია გისმენთ? 25, ეს უკვე გახარიას პარტია, ნამდვილად 25 ნომერი. ხომ ასეა? მადლობა ზარისთვის. 5, 5, 7, 88, 55, 88. მორიგი ზარია. გისმენთ? გამარჯობა. დიახ. მე ასე მომეწონა ეს იდეა წინამსმენელმაც შეიძლება აი თქვენ პარტიასაც მივცეხმა და ქალაქისერაც ისე დავაფიქსიროთ კალხაკალაზე. შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება. ესე იგი, ერთი ხმა ქართულ ოცნებას მერობის არჩევნებში და ოპოზიცია აუცილებელია და გაჯანსაღების ქვეყნისთვის და ძალიან სიმპათიისცემს თქვენ პარტიას. დიდი მადლობა. მიღებულია, შესაძლებელია ასეთ შესაძლებლობას იძლევა არჩევნების პროცესიც თავად. შეგიძლიათ მერობის კანდიდატი ერთი პარტიიდან შემოხაზოთ და პროპორციული სიით სხვა პარტიას დაუჭიროთ. მხარი ეს სრულებით დასაშვები და მისაღები შესაძლებლობაა. 5, 5, 7, 88, 55, 88 ვართ ჩვენ პირდაპირ ეთერში, ასე რომ ველოდებით პასუხს კითხვაზე, რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. ცოტა დრო რჩება ძალიან თვითმმართველობის არჩევნებამდე. 4 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყანამ უნდა აირჩიოს მერები, გამგებლები, საკრებულოს დეპუტატები, საკრებულოს მაჟორიტარები მათ შორის. ასე რომ ეს არჩევნები კავშირში არ არის საერთაშორისო პოლიტიკასთან, საერთაშორისო მიმართულებასთან, შიდა საკითხებია ეს და ვისი საქმიანობითაც ხართ კმაყოფილი, იმ პარტიას უნდა დაუჭიროთ მხარი ბუნებრივია. ზარია, გამარჯობა. გისმენთ? გისმენთ ისაუბრეთ. დიახ, განაგრძეთ. ესე იგი 8 ნომერი და კიდევ ვისაძლევთ ხმას? ჯონდი ბაღათურია მონაწილეობს ამ არჩევნებში. კეთილი, არ მონაწილეობს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მადლობა ქალბატონო რომ დარეკეთ, 8-ს მივცემ ხმასო და კიდევ ჯონდი ბაღათურიასო, მაგრამ ბატონი ჯონდი ამ არჩევნებში არ მონაწილეობს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ქართული დასია მისი პარტია და ასეთი არ არის სიაში. ზარია, გამარჯობა. გისმენთ? რვიანი. მადლობა. თუმცა მე სხვათა შორის მაინც ჩავინიშნე აი ქალბატონის პასუხი ჯონდი ბაღათურია რომ თქვა და ესეც იყოს რატომაც არა არ მონაწილეობს არჩევნებში მაგრამ პარტიას უჭერს მხარს მე რა ორ პარტიას ვირჩევო ანუ ერთი მერობის ან პროპორციული სიით სხვას და სხვას ზარია გამარჯობა გამარჯობა დიახ ესე იგი ხმასბაზო ოპოზიციას ნებისმიერ ნუ თქვენი პარტია იყოს უნდა მადლობა. მიღებულია ოპოზიციას უჭერს ქალბატონი მხარს და ამბობს რომ მაგალითად პატრიოტთა ალიანსიო. 5 5 7 88 55 88. ეს არის ჩვენი სტუდიის ნომერი. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობა. ყარი რვიანი. რვიანი, მყარი რვიანიო, ესეთი იყო პასუხი. კი ბატონო. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ამ ეთერში, პირდაპირ ეთერში ეს საინტერესოა, გადავამოწმოთ სხვადასხვა კვლევები, რომელსაც გვთავაზობენ ტელევიზიები არჩევნების წინ. ზარია, გამარჯობა. დიახ, გისმენთ. კარგით, ნუ არ არის კავშირი, რა გაეწყობა, გთხოვთ ტელევიზორს გამოურთოთ ხმა და თქვენი მოკლე პასუხით შემოგვიერთდეთ. დაასახელეთ პარტია, ან გაერთიანება გნებავთ, ან საარჩევნო რიცხვი და მე ამას გავიგებ. ზარია, გამარჯობა. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გაითიშა, როგორც ჩანს.
557 88 88. თვითმმართველობის არჩევნებს ეხება ჩვენი შეკითხვა. გნებავთ არა მარტო თვითმმართველობის არჩევნებს შეეხოს, არ არის გადამწყვეტი აქ ეს. ზარია, გისმენთ? ჩემო კარგო, ძილი ახალგაზრდობიდან სულ ველოდე ბათლებს ხმასურ ვანამე. მადლობა, აი ასე უფრო გავიგეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის, ქალბატონო. და თქვენი არჩევანის გაზიარებისთვის პირდაპირ ეთერში. ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო და ყველა რაიონიდან თუ რეგიონიდან მივიღებთ ზარს. გისმენთ? გთხოვთ, დაიცა. სამწუხაროდ დრო არ გვაქვს იმდენი რომ დავიცადოთ, მაპატიეთ, ახალი ზარი უნდა მივიღოთ პირდაპირ ეთერში. ბევრი ადამიანი რეკავს უპრეცედენტო რაოდენობის ზარი შემოდის, ახლა მანიშნებენ. გისმენთ? ალო? დიახ, გამარჯობა. მე ვაძლევ ხმას კონსერვატორების საქართველოს. დიახ. კონსერვატორების საქართველოსთვის. კი ბატონო, მიღებულია თქვენი ხმა, ქალბატონო. მადლობა რომ დაგვიკავშირდით და ბრძანეთ თქვენი არჩევანი. თუ გნებავთ, შეგიძლიათ მერობის კანდიდატებიც დაასახელოთ, რომლებიც წარდგენილი არიან, მათ შორის რომელი უფრო მეტად მოგწონთ. ზარია, გისმენთ? რა თქმა უნდა, რვანული. მადლობა დიდი თქვენ ზარისთვის. ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერშია ინტერაქტივი, სადაც დღეს ვსვამთ შეკითხვას, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას. ასე რომ შეგიძლიათ მოკლე პასუხით შემოხვიდეთ ღია ეთერში და გაგვცეთ პასუხი. თუ კი, რა თქმა უნდა, უკვე გადაწყვეტილი გაქვთ. და ამავდროულად გსურთ, რომ არჩევანი ღია ეთერში გამოაცხადოთ. ესეც ხომ რაღაც დიდი გამბედაობაა დღევანდელ დროში. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა ზარისთვის. და მადლობა იმისთვის, რომ ღია დასახელებთ თქვენს არჩევანს. 557 88 55 88. გისმენთ? 8? დიახ. კეთილი, მადლობა. პატრიოტთა ალიანსის მომხრე მხარდამჭერი ვიკავშირდებოდა ღია ეთერში. აქვე მე მინდა ვთქვა, რომ ყველა პარტიას ჩვენ ვუთმობთ საეთერო დროს ობიექტივი, მოვუწოდებ პარტიების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ შეთავაზებებს დასთანხმდნენ. ბევრი უარს გვეუბნება მაგალითად, მაგრამ ვინც გვთანხმდება, ყველას სიამოვნებით ვიწვევთ. ზარია, გისმენთ? რამდენიმე ხანში თქვენ შეძლებთ? აი კვლავ ასეთი ზარია. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. აი როგორ გვაფერხებს ჩვენ ეს ტელევიზორის ხმა რომ ბრუნდება. ვიმეორებ რომ ჩვენმა ახალმა მაყურებლებმა ეს როგორც ჩანს არ იციან და ამიტომ გავიმეორებ. როგორც კი ზარი გამოვა ეკრანზე მითითებულ ნომერზე, გთხოვთ რომ მაშინვე რადიოს ან ტელევიზორს ხმა ბოლომდე ჩაუწიოთ. სხვა შემთხვევაში ერთმანეთის საუბარს ვერ გავიგონებთ ჩვენ. ტელეფონში ბრძანეთ თქვენი გადაწყვეტილება. ზარია, გისმენთ? 8 ნომერი. მადლობა, მიღებულია თქვენი პასუხი პირდაპირ ეთერში. თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, ძალიან ცოტა დრო დარჩა და საინტერესოა რას ფიქრობს ხალხი. გისმენთ? ალო. დიახ. ხარსილტი პატრიოტთა ალიანსი. მიღებულია თქვენი პასუხი. დიახ. კარგით, მადლობა. თუ გინდა რომ საქართველოს ნორმალური ცხოვრების დონეს დაუბრუნდეს, ყველა ხმა უნდა ეკუთვნოდეს პატრიოტთა ალიანსს. მადლობ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ვრცელი საუბრისთვის ჩვენ აუცილებლად სხვა ეთერებში გამოვყოფთ დროს. შეგიძლიათ უფრო მეტი ისაუბროთ სხვა გადაცემებში, დღეს მოკლე პასუხს გთხოვთ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გაითიშა. როგორც ჩანს, 14 პარტია მონაწილეობს არჩევნებში. ამათგან რომელი იმსახურებს თქვენს ნდობას, რომლის პროგრამა, რომლის განვლილი გზა მოგწონთ ყველაზე მეტად და ვის აძლევთ საბოლოოდ ხმას. რომელ კანდიდატს გნებავთ. ამასთან დაკავშირებით გვაქვს დღეს გამოკითხვა პირდაპირ ეთერში. ამით არის ეს საინტერესო. ზარია, გისმენთ? გისმენთ? კონსერვატორები. მიღებულია თქვენი პასუხი
დიდი მადლობა ზარისთვის. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს? ყველა პარტიის მომხრეს მხარდამჭერს გულშემატკივარ შეუძლია დაკავშირება აბსოლუტურად თავისუფალი ეთერია. მთელი გულწრფელობით გეუბნებით, რომ ასეთი თავისუფალი ეთერი არც ერთ ტელევიზიაში დღეს საქართველოში არ არის. ნებისმიერ ეთერს გარეთაც არავინ არ გესაუბრებათ თქვენ. პირდაპირ ხვდებით ჩემთან. პირდაპირ როგორც კი აკრიფავთ და გამოვა ზარი ხვდებით ეთერში. ასეთი თავისუფლება არ არსებობს დღეს არც ერთ ტელევიზიაში ვიმეორებ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე. 8 ნომერს ვაცლებთ ხმას გენაცვალე. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო ჩემო, რომ დაგვიკავშირდით. ასე რომ სურვილი შემთხვევაში გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და გაგვანდეთ რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს თვითმმართველობის არჩევნებზე. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. ველოდებით მორიგ ის არის შემოყვანას ტექნიკური თვალსაზრისით პირდაპირ ეთერში და მის პასუხს ჩვენს დღევანდელ შეკითხვასთან დაკავშირებით. სწორედ არჩევნებს, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება თემა. გამარჯობა, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ საუბარი. არ არის კავშირი. 557-88-55-88. სწორედ ამ ნომერზე შეგიძლიათ დარეკოთ. მორიგი ზარია, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გაითიშა კვლავ როგორც ჩანს. 14 პარტია მონაწილეობს და მათგან რომელია თქვენი არჩევანი? გისმენთ? ალო, 8. 8 ნომერი. მადლობა, მიღებულია თქვენი პასუხი. პატრიოტთა ალიანსი 8 ნომერიო ბრძანა ბატონმა. შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსმა გუშინ წარადგინა კანდიდატების დიდი ნაწილი, თბილისის მერობის კანდიდატი ოთარ ჭიტანავა იქნება, იცნობთ მას მაყურებლები და რადიომსმენელები კარგად. სიის პირველი ნომერი ირმა ცხორაგაულია და ათეულიც გასაჯაროვდა, შემდეგ ნელ-ნელა გაგაცნობთ სხვა ეთერებში დეტალურად. გისმენთ? გამარჯობა ბატონია. მოგესალმებით, გამარჯობა. 8. მადლობა, გიცანით მე ხმაზე სხვათა შორის ეს ბატონი გვიკავშირდება აფხაზეთიდან. მადლობა თქვენ და მოკითხვა. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ მოკითხვა დიდი პატივისცემით თუ მოგეცემათ თქვენ შესაძლებლობა რომ გადმოხვიდეთ ზუგდიდში და იქ მისცეთ ხმა, ეს კარგი იქნება ძალიან. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ბატონია. მოგესალმებით. 8 ნომერი, კეთილი, ტელევიზორი მაინც გვიშლით ახალს, მაგრამ გავიგე. ტელევიზორში ხმა ოდნავ დაგვიანებით შემოდის. ამიტომ გთხოვთ რომ ბოლომდე გამოვურთოთ ხმა, როგორც კი ზარი გამოვა. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. 41. მადლობა თქვენ ზარისთვის. ჩვენ დღევანდელ ეთერში მოახლოებულ არჩევნებთან მიმართებაში ვსვამთ ასეთ შეკითხვას, რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. გისმენთ? 41. ან რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს, ესეც შეგიძლიათ ბრძანოთ, მივმართავ მაყურებლებს თუ რადიომსმენელებს. დასახელებული არიან მერობის კანდიდატები, თითქმის ყველა უკვე ცნობილია, ასე რომ რა გადაწყვიტეთ. გისმენთ? 8 ნომერი, მიღებულია თქვენი ხმა, მადლობა ქალბატონო, რომ შემოგვეხმიანეთ და პირდაპირ ეთერში გვითხარით. რა არის ამ ეთერის მიზანი, ხომ? რომ დავანახოთ მთელ საქართველოს, ვინც ვთქვათ არ რეკავს ეთერებში ხოლმე ისეთ ადამიანებს, დავანახოთ სხვადასხვა კვლევის ავტორებს, რომ შეიძლება სიმართლე განსხვავებული იყოს, ვიდრე ეს კვლევითი ორგანიზაციები გვაჯერებენ. გამარჯობა, გისმენთ? გაითიშა როგორც ჩანს. ეს პირდაპირ ეთერია. მოგისმენთ დიდი სიამოვნებით ამ ეთერში. მაშინვე როგორც კი აკრიფავთ ნომერს და ზარი გამოვა, ხვდებით ჩემთან და ჩემთან საუბარ შეძლებთ. არანაირი გაცხრილო არ ხდება ზარების, მინდა მთელი გულწრფელობით დაგარწმუნოთ, ეს არის ნამდვილად თავისუფალი ეთერი. ნამდვილად ყველას შეუძლია ყველა პარტიის მომხრეს რომ დარეკოს და თავისი სათქმელი თქვას. ეთერის დასრულებამდე ჯერ კიდევ გვაქვს საკმარისი დრო 10 წუთი, ამიტომ
გაგვანდეთ თქვენი გადაწყვეტილება. შემდეგ შევაჯამოთ და ვნახოთ რა იქნება. რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერს მაყურებლების და რადიომსმენელების უმეტესობა ხარს. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, მოკლე პასუხით დაგვიკავშირდით, ან საარჩევნო რიცხვი დაასახელეთ, ან პარტია. გისმენთ? 8 ნომერი. 8 ნომერი. რაჭიდან. რაჭიდან. მოკითხვა რაჭას დიდი პატივისცემით და სიყვარულით ჩვენგან. ძალიან მიყვარს რაჭა. ასეთი სტუმართმოყვარეობა და ასეთი სიყვარული არ ვიცი. ყველგან იგრძნობა მთელ საქართველოში ასეთი სიყვარული სტუმრის მიმართ, მაგრამ აი რაჭველებს რაღაც კიდევ დამატებით განსაკუთრებული აქვთ. ზარია გისმენთ? გაითიშა. 5-5-7-85-58, რომელ პარტიას ან გაერთიანებას აძლევთ ხმას, ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში. მოკლე პასუხს გთხოვთ და ტელევიზორისთვის ხმის გამორთვას დაკავშირების შემდეგ. ზარია გისმენთ? 8 ნომერი ჩემი ოჯახიდან 2. აჰა, მადლობა დიდი თქვენ ქალბატონოს არისთვის. ამ შემთხვევაში ერთხმას დავაფიქსირებ, მაგრამ თქვენი ოჯახის წევრებიც დაგვიკავშირდნენ, კარგი იქნებოდა, რომ ასე ვთქვათ, გამოჩნდეს ეთერშიც ეს ყველაფერი. ზარია გისმენთ? პატრიოტთა ალიანსი. მიღებულია თქვენი პასუხი. მადლობა, რომ დაგვიკავშირდით და გითხარით თქვენი გადაწყვეტილება. მოუწოდებ ყველა პარტიის გულშემატკივარს, რომ დაგვიკავშირდეს ეთერში და გითხრას თავისი გადაწყვეტილება, თავისი არჩევანი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში. გისმენთ? ალო, დიახ. გიფიქრე. ისმის. 3 ნომერი შვილო. მიღებულია. მადლობა თქვენ ზარისთვის. 3 ნომერი არის კონსერვატორები, რომელ პარტიას ან გაერთიანებას უჭერთ მხარს. გისმენთ? პატრიოტთა ალიანსი 8 ნომერი. მიღებულია. მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. და ბრძანეთ თქვენი სათქმელი. ჩვენ ველოდებით მორიგის არის შემოსვლას ეთერში და უკვე ხაზზეა. გისმენთ? 3 ნომერი. მიღებულია თქვენი პასუხი. მადლობა რომ დაგვიკავშირდით და გვიპასუხეთ დღევანდელ შეკითხვაზე. თვითმმართველობის არჩევნებში მერებს, გამგებლებს და საკრებულოს დეპუტატებს ვირჩევთ და არა ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, ასე რომ ახლა მაინც უნდა გქონდეს მეტი თავისუფლება. ხომ წინა არჩევნებზე შიში იყო, რომ რაღაც ომი არ დაიწყოს და ამიტომ მივიდა ზოგიერთი ადამიანი და ხმა მისცა მმართველ პარტიას და ახლა ოპოზიცია ბევრი უნდა შევიდეს. ჩემს აზრსაც გიზიარებთ. იმისთვის რომ ცოტა შევანჯღრიოთ და ვაჩვენოთ რომ ასეთი გზით სიარული არ შეიძლება როგორც მიდიან. ზარია გისმენთ? გამარჯობა გისმენთ? გამარჯობა 3. მიღებული. მადლობა თქვენ რომ გაგვანდეთ თქვენი არჩევანი. პირდაპირ ეთერის ნომერია 5-5-7-88-55-88. გისმენთ? 3. კი ბატონო. მადლობა თქვენ ზარისთვის ჩემო ბატონო და თქვენი არჩევანის დასახელებისთვის. ცოტა დრო რჩება უკვე გადაცემის დასრულებამდე, მაგრამ მოვასწრებთ მოსმენას თქვენსას დარეკეთ. გისმენთ? ალო. დიახ. 51 კახი კალაძე და 8 ნომერი რა თქმა უნდა ორივე დავანაწილებ. კი ბატონო, მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო. მიღებულია თქვენი სათქმელი და თქვენი პოზიცია. ასეთი რამ შესაძლებელია არჩევნებზეც, შეგიძლიათ ვთქვათ პროპორციულ სიას საკრებულოს დეპუტატებისა ერთი პარტიიდან დაუჭიროთ მხარი და მერობის კანდიდატს სხვა პარტიიდან. ეს დასაშვებია, ბიულეტენი გვაძლევს ამის საშუალებას. გისმენთ? გამარჯობა. არის ის, როგორც ჩანს, არ არის კავშირი. ხელახლა უნდა დარეკოთ. და გაგვანდოთ თქვენი არჩევანი. ჩვენ ეთერს კიდევ ერთხელ მოვამზადებთ ასეთი ფორმატით, აი არჩევნებამდე რაღაც პერიოდით ადრე. ზარია გისმენთ? ალო. დიახ. გენაცვალ, დიდი პატივისცემით თქვენი ამომრჩეველი ვარ. იმ დღიდან დღემდე და აი სულ ევედრები უფალსა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ. მადლობა, ქალბატონო. პირადად თქვენ გამთელობაზე. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ.
თქვენ იცით რომ ობიექტივი ცალკე ორგანიზაცია ასრულებით დამოუკიდებელი, მაგრამ მივხვდი მე თქვენ რადგან აქ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ხშირად გამოდიან, ასე ვთქვათ, ასოცირება ხდება პატრიოტების და ობიექტივის. თუმცა სტრუქტურულად სხვადასხვა ორგანიზაციებია ეს ორი. გისმენთ? ალო, დიახ. 41. მიღებული. მადლობა თქვენ ზარისთვის. ცოტა დრო რჩება ვიმეორებ ეთერის დასრულებამდე და მორიგი ზარია. გისმენთ? ესეთ დიახ. გამარჯობა. ჩვენ მე ერთი შეკითხვა მაქვს. ჩვენ უნდა გამოიწვიოს საერთოდ ასენები ჩატარდება თუ არა? გეს გავიგეთ. არა. რომელ პარტიას უჭერთ მხარს ეს გითხარით და სხვა ეთერში გავშალოთ თემა. აკითხავთ საერთოდ ასენები. საერთოდ ჩატარდეს ასენები. გავიგეთ. საერთოდ არ უნდა ჩატარდეს არჩევნები. კეთილი, ერთხმას დავაფიქსირებ, საერთოდ არ უნდა ჩატარდეს არჩევნებიო, აი ამ მიმართულებითაც. რატომაც არ დავუკარგოთ ამ ბატონს თავისი სათქმელი, ყველას თავისი შეხედულება აქვს. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. ქართულ ოცნებას. მიღებული. არა, ბოდიში, 8 ნომერი, პატრიოტთა ალიანსი. მადლობა. გასაგებია თქვენი პასუხი. ჩვენს შეკითხვაზე. შეგახსენებთ, რომ ამ ეთერში ჩვენ ვცდილობთ, რომ გადავამოწმოთ ერთგვარად სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული შედეგები, პარტიულ რეიტინგებს აქვეყნებენ ხშირად არჩევნების წინა პერიოდში. და დავანახოთ აგრეთვე დანარჩენ საზოგადოებას, ვინც არ გვირეკავს, რომ შეიძლება სურათი განსხვავებულია და არა ისე, როგორც ეს კვლევითი ორგანიზაციებია, ზოგიერთი პარტია გვაჯერებს. ჩვენო 77% გვაქვს ზოგიერთი პარტია ამბობს და არ ვიცი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მე ყველა პენსიონერს ვიმართავ, მთელი საქართველოს მართავ. ჩვენ ვიღებთ მათხოვრულ პენსიას. ხმა მიეცით პატრიოტულ ალიანსს. გამოიჩინეთ გამჭრიახობა, ნუ რაფერს ნუ გეშინიათ. მადლობა თქვენს არისთვის ქალბატონო. სხვა ეთერებში უფრო ვრცლად მოგისმენთ აუცილებლად, მაგრამ ახლა ფორმატი გვაქვს ასეთი, რომ მოკლე პასუხებს ვიღებთ და ვისმენთ. გისმენთ? გამარჯობა, დაიწყეთ. ალო, გისმენთ, ეთერში ხართ. ბევრამეში არ გეთანხმებით, მაგრამ მაინც 8 ნომერს, იმიტომ რომ მე უკეთეს ვერ ვხედავ. დიდი მადლობა სარისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, ყველა პარტიას რაღაცა შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ ჯანსაღი მიდგომაა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება რაღაცეებში არ გეთანხმებით, მაგრამ მაინც ასეთ არჩევანს ვაკეთებო. ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. ეთერში ხართ, გისმენთ? გაითიშა სამწუხაროდ, აი ასე. ალბათ ერთ ან ორ ზარს კიდევ თუ მივიღებთ და შემდეგ დავასრულებთ და შევაჯამებთ ჩვენს ინტერაქტივს, ორი ზარის მიღების შემდეგ დავასრულებ მე. ვხვდები რომ დრო იწურება საეთეროს მიმართავ. გამარჯობა, გისმენთ? დიახ. 8 ნომერი რა თქმა უნდა. 5 ვერ გავიგე ბოლოს რა თქვით, მაგრამ 8 ნომერი გავიგე. მადლობა ზარისთვის. 5-5-7-88-55-98, რომელ პარტიასთან გაერთიანებას უჭერთ მხარს. გისმენთ? მესამე. მიღებულია. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი გამოკითხვა ძალიან საინტერესო იყო. ფიზიკურად რაც მოესწრო, ყველა ზარი მივიღეთ და შემოუშვით ეთერში. სხვა დროს კიდევ ერთხელ მოვამზადებთ ასეთ გადაცემას, ვინც ვერ დარეკავ თქვათ მათთვის, ვისაც კიდევ ერთხელ მოუნდება დარეკვა, მომავალში შეგვიძლია შეგვეხმიანოთ, როდესაც ასეთ ეთერს წარუმართავთ. ასეთია შედეგები. მოკლედ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 8 ნომერმა მიიღო 62 ხმა. ანუ ყველაზე მეტი ხმა დაფიქსირდა პატრიოტთა ალიანსის მიმართ. შემდეგ, ქართული ოცნება 11 ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ. კონსერვატორები 12 ხმა დაფიქსირდა. ლელო 3 ხმა შემოვიდა და 3 ზარი მივიღეთ, ვინც ლელოს უჭერდა მხარს. გახარია საქართველოსთვის 1 ხმა.
სხვა პარტიას აცხადებდა ასეთ პასუხს ორი ადამიანი, ნაციონალური მოძრაობა ერთი ხმა დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს. ქართული დასი ჯონდი ბაღათურია ერთი ხმა მიიღო და არ უნდა ჩატარდეს არჩევნებიო, ასეთი პასუხი იყო ერთი ხმა, ერთმა ადამიანმა დარეკა. დიდი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ ვინც გვირეკავდით, გვისმენდით და გვიყურებდით, ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ეთერს. ნახვამდის.